ეხლა შეერთებულმა შტატებმა ეხლახან დაამტკიცა 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაკიდვა საუდის არაბეთისთვის და დრო ყველაფერზე მეტყველებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა თითქმის 2 მილიარდი დოლარის გარიგებას, მაშინ როცა ახლო აღმოსავლეთი გვალცეცხლშია. საუბრობთ აშშ-ის იერიშებზე ირანზე, ჰორმუზის სრუტის დახურვაზე, ირანულ რაკეტებზე, რომლებიც უტყამენ სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მათ შორის საუდის არაბეთის მეზობლებს და ჰუსიტების რაკეტებზე, რომლებიც ახლა წლების სიმშვიდეს არღვევენ თავად რიადთან. ვაშინგტონი საუდის არაბეთს ავწერს როგორც პოლიტიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ პროგრესზე პასუხისმგებელ ძალას სპარსეთის ყურეში და ამ აღწერას ამყარებს ტექნიკით, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდ დოლარს აღწევს. ეხლა გადავდივართ ჩვენ სტუმრებზე სტუდიაში. ჩვენთან ერთად არიან ჩვენი უსაფრთხოების ანალიტიკოსი, The Ross Handler Report-ის წამყვანი იაკოვ ლაპინი. ასევე ჩვენი საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი და Associated Press-ის ყოფილი ევროპის და ახლო აღმოსავლეთის რედაქტორი დენ პერი. კარგი იაკობ, გამარჯობა, უბრალოდ მინდა ცოტა ვისაუბრო თქვენთან ამ იარაღის გაყიდვაზე, რომელიც ეხლა ხდება. რა არის საბოლოო მიზანი შეერთებული შტატების მხრიდან, როდესაც საუდის არაბეთთან ასეთ დიდ გარიგებას დებს? ამ ტიპის იარაღის გარიგებები აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის მრავალი წლის წინ იწყება. სინამდვილეში ერთადერთი რეალური გამონაკლისი იყო მაშინ, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციამ საუდის არაბეთზე იარაღის ემბარგო დააწესა. მათი წინა ომის გამო ჰუთებთან, რომელიც სხვათა შორის შეიძლება ძალიან მალე დაბრუნდეს. ასე რომ, ეს სინამდვილეში უჩვეულო არ არის. უფრო დიდი კითხვა ის არის, ეხლა როცა ჩვენ ორი ომი გამოვიარეთ ირანთან და ირანმა საუდის არაბეთზე ცეცხლი გახსნა. უფრო დიდი კითხვა ის არის, რატომ აგროვებენ საუდელები ამ რაოდენობის სამხედრო ტექნიკას, როცა აშკარაა, რომ მათ თითქმის არც ერთის გამოყენების განზრახვა არ აქვთ. ეს არის ნამდვილი კითხვა, რაზეც საუდელებმა უნდა გასცენ პასუხი. რადგან მათ ირანის მიმართულებით უამრავი რაკეტა აქვთ მიმართული და აქვთ საჰაერო ძალები, რომელიც საკმაოდ ძლიერია თანამედროვე გამანადგურებლებით. მათ მრავალი მილიარდი დოლარი ჩადეს შეიარაღებულ ძალებში. მაგრამ აშკარად ძალიან მერყევები ჩანან. იცით, მოჰამედ ბინ სალმანი და საუდის გადაწყვეტილების მიმღებები რეალურად გამოიყენებენ ამ არმიას თუ არა. ასე რომ ვფიქრობ, ეს უფრო რთული კითხვაა. რაც შეეხება აშშ-ს, ეს თითქმის აშკარაა. რაც უფრო მეტ სამხედრო ტექნიკას ყიდიან სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მით უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ მათი თავდაცვის ინდუსტრიები. მათ ეკნებათ გავლენა. იცით, რაც შეეხება დიდი ძალის გავლენას, სრულიად ლოგიკურია, რომ აშშ-ში ასე იქცევა. მაგრამ სპარსეთის ყურის ქვეყნები, განსაკუთრებით საუდელები, რომლებიც ამ იარაღს ყიდულობენ, ვფიქრობ, მათ ბევრი კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, რადგან არ ჩანს, რომ აქვთ სიმამაცე ამ სამხედრო ძალის ასამოქმედებლად. მართალია, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ამ წუთას დუბაიში აფეთქებები მოხდა. ესე რომ ისევ, ყველაზე სავარაუდოდ ირანის ისლამური რესპუბლიკის მორიგი თავდასხმების სერია. და როგორც თქვენ თქვით, ჩვენ ვნახეთ ძალიან შეზღუდული რეაქცია სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოებისგან. თუმცა რა თქმა უნდა, დღეს ვნახეთ დრონის სურათი, რომელიც ირანის საჰაერო სივრცეში იყო და როგორც ჩანს, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან იყო გაშვებული. რას ვიცით იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის რეაქცია ვნახეთ რეგიონიდან, რა თქმა უნდა, ისრაელისა და შეერთებული შტატების გარდა. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი შეზღუდული ინფორმაციის მიხედვით ჩანს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ყველაზე აქტიური იყო რეაგირების თვალსაზრისით. და მისი ზომის გათვალისწინებით ჩანს, რომ ბევრად უფრო დიდ ძალისხმევას იჩენს თავისი სამხედრო ძალის ასამოქმედებლად. ის არ აცხადებს ამას, როდესაც ირანში სამიზნეებს ესწრის. მას არ სურს ამ დაპირისპირებაში წინა პლანზე იყოს, მაგრამ აშკარად აჩვენებს, რომ მზად არის საპასუხო ცეცხლი გაუხსნას, როცა თვლის, რომ ამის დრო დადგა. ამიტომ არაბთა გაერთიანებული საამიროები, ვიტყოდი, პირველი ქვეყანაა, რომელზეც, ასე ვთქვათ, ეჭვს მივიტანთ. ვფიქრობ, ისინი სწორად იქცევიან, რა თქმა უნდა. როდესაც საქმე ირანზე სპარსეთის ყურის საპასუხო ცეცხლს ეხება, ეს ალბათ არაბთა გაერთიანებული საამიროებია. სხვა ქვეყნებიც არიან, რომლებმაც გახსნეს ცეცხლი, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მეტად სწორედ არაბთა გაერთიანებული საამიროები ისწრის. ეხლა მინდა შენთან მიუბრუნდე დენ და ცოტა ვისაუბრო საუდის არაბეთზე და მის მომავალ გეგმებზე. რადგან აშკარად როგორც ახლახან იაკოვისგან მოვისმინეთ, ეს სულაც არ არის უჩვეულო გაყიდვა. მაგრამ საუდის არაბეთი შეიძლება ითქვას არ იყენებდა თავის ძალას. მიუხედავად იმისა, რომ ისიც იყო სამიზნე, თუმცა ბევრად ნაკლებად ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან. შეიძლება ეს იყოს გზავნილი ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის, ან, იცით, შესაძლო სამომავლო თავდასხმების წინ ძალის დემონსტრირება. რას ფიქრობთ ამაზე? მე ვფიქრობ, ეს შეესაბამება აშშ-ის ამჟამინდელ მიზნებს, რომლებიც არის პირველი, ყოველთვის აწვდიდეს იარაღს მეგობრულ ქვეყნებს, რადგან ტრამპს უყვარს იარაღის გაყიდვები და შემოსავლები. მეორე, გააძლიეროს საუდის არაბეთი და შეინარჩუნოს მათი მხარდაჭერა, რადგან ისინი ცოტა არასტაბილურები არიან და მათ ბოლო თვეებშიც კი ზოგჯერ მიანიშნეს ირანთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობაზე, რათა შეძლონ საკუთარი თავის დაცვა.
და არ ვიცი, აბრაამის შეთანხმების გაფართოება ისევ აქტუალურია თუ არა, მაგრამ მათ სურთ როგორმე შეინარჩუნონ ეს საკითხი დღის წესრიგში და საუდის არაბეთი მტკიცედ დატოვონ ამერიკის ორბიტაში. ეს ყველაფერი მიიღწევა იმ გზავნილით, რომელსაც თქვენ გულისხმობთ. მაგრამ უნდა დავეთანხმოვია, კოპსანუ 2010 წელს მგონი მახსოვს, კონგრესმა გამოაცხადა, რომ უკვე $100 მილიარდ მეტი გაფიდოები განხორციელდა. როცა ტრამპი ბოლოს საუდის არაბეთში იმყოფებოდა, ისევ ზოგადად ისაუბრეს და არა აუცილებლად სარწმუნოდ. ეს ტრამპისგან მოდის. ასევე ისევ საუბარი იყო $100 მილიარდ ან მეტ გარიგებებზე. ეს რომ 1.5 მილიარდი დოლარი, ან რაც არ უნდა იყოს, ახლა შეიძლება 2 მილიარდიც კი, ეს რეალურად არაფერს ცვლის. მაგრამ დრო საინტერესოა, ამის გამოცხადებაც საინტერესოა. აშკარად იმ კონკრეტულ მომენტში, როცა სპარსეთის ყურის ქვეყნები თავდასხმის ქვეშ არიან, ეს უმნიშვნელო არ არის. ასე რომ თავარი კითხვა ისაა, თუ სპარსეთის ყურის რომელიმე ქვეყანა ნამდვილად იქნება მზად, რომ მონაწილეობა მიიღოს მსურველთა კოალიციაში, თუ ომი რეალურად განახლდება და ისინი უდაოდ გახდებიან თავდასხმის ობიექტი. და შემდეგ ისინი უბრალოდ გააგრძელებენ ამის მოთმინებას და თითქმის არაფერს გააკეთებენ, გარდა ხანდახან გამოუცხადებელი, თითქმის ფარულად განხორციელებული არაბთა გაერთიანებული საამიროების ქმედებებისა. თუ ისინი იქნებიან კოალიციის ნაწილი, ისე როგორც ისრაელი იყო. ეს არის მთავარი გამოცდა. არ ვიცი, და არ მგონია ვინმე მიცოდეს, ეს შეთანხმება არის თუ არა დაპირების ან შეთანხმების ნაწილი, რომელიც ასე უნდა იყოს, მაგრამ ასე უნდა იყოს. იცით, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი მაყურებლებისთვის, რომ ახლახან აფეთქებების ხმა გაისმა დუბაის ცენტრში ჩვენი ინფორმაციით. ეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია. მოწმეები ამის შესახებ იუწყებიან. და ეს, რა თქმა უნდა, ხდება ირანის მიმდინარე დათმების ფონზე მთელ რეგიონში. რადგან აშშ-ში ჩვენი ინფორმაციით სულ ახლახან დათმა მიაყენა ყეშმის კუნძულზე სპარსეთის ყურეში, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარეობს.